დიახ, რა თქმა უნდა, 2015 წელს პროკურორმა ალბერტო ნისმანმა საქმე აღძრა იმჟამინდელი პრეზიდენტის კრისტიანა კრისტოფერ ნისმანის წინააღმდეგ. 4 დღის შემდეგ, რაც მან ეს საქმე აღძრა, ის გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში აბაზანაში. და მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ეს ამბავი რეალურად გაიგო. და მე გამოვიყენე მაშინდელი Twitter-ი, ახლა X, რომ ამის შესახებ დამეწერა. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ამის შესახებ იცოდა. ამიტომ გამოვიყენე X, რომ დამეწერა იმაზე, რაც ხდებოდა. პირველად Twitter-ზე დავწერე, რომ პროკურორის ბინაში რაღაც ხდებოდა. შემდეგ დავადასტურე, რომ ის მართლაც კუტარი იყო სისხლის გუბეში. რამდენიმე დღის შემდეგ, რომ მოკლედ გითხრათ, სახელმწიფომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. და როცა ჩემს ეთეთ წყაროს ხვდებოდი, შევნიშნეთ არგენტინის დაზვერვის სამსახურის ერთი პირი, რაც ჩემთვის აშკარა გახდა, რომ არგენტინის სახელმწიფო ჩემს კვალზე იყო. ამიტომ გადავწყვიტე იმ ყველაფრით, რაც მაშინ მქონდა, პატარა ზუგჩანთით, წამეღო ჩემი ნივთები და დამეტოვებინა ქვეყანა და დაუბრუნებულიყავი ისრაელში, სადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული. კი, ამას კითხვა არ სჭირდება, თქვენ ნამდვილად საფუძვლიანი ჟურნალისტი ხართ და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თქვენს მთელ მუშაობას 24 News English-ში. მაგრამ ეხლა მოდით ვისაუბროთ ვივიანა ფაინზე. ახლა მას ბრალი წაუყენეს დამამძიმებელ დაფარვაში ამ მკვლელობებთან დაკავშირებით და თითქოს და მან მისცა ადამიანებს საშუალება დაებინძურებინათ დანაშაულის ადგილი. ეს თქვენთვის შოკია, ან იქნებ გარკვეული გამართლებაა? არა, საერთოდ არა. თავიდანვე ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა მთელ სასამართლო პროცესში და განსაკუთრებით დანაშაულის ადგილზე. იცით, ჩვენ საუბრობთ ათეულობით ადამიანზე, რომლებიც პირველ საათებში, მაშინაც კი სანამ პროკურორი ვივიანა ფაინი მივიდოდა ადგილზე, შევიდნენ იქ. ჩვენ გვაქვს დოკუმენტირებული მინიმუმ 20-ზე მეტი ადამიანი ბინაში და კიდევ 30 მის მახლობლად. ასე რომ, თქვენ ხავდათ მინიმუმ 50, შეიძლება კიდევ უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიფიქსირებია. უბრალოდ დადიოდნენ იქაურობაში, არეულობას ქმნიდნენ, დანაშაულის ადგილზე, სისხლზე გადადიოდნენ, პრაქტიკულად ყველაფერს აბინძურებდნენ. და ნამდვილად ეს ჩემთვის შოკი არ ყოფილა და არც არგენტინის საზოგადოების უმეტესობისთვის. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს განზრახ გაკეთდა. იმისთვის, რომ შემდეგ გამოძიებისთვის უფრო რთული ყოფილიყო დაემტკიცებინათ, რომ ეს ნორმალური იყო მკვლელობა. თავიდანვე მთავრობა ავრცელებდა თეორიას, ნარატივს მათ მედიაში, რომ პროკურორმა ნისმანმა თავი მოიკლა. ამიტომ დანაშაულის ადგილი ქაოსად გადაიქცა. და დღემდე ძალიან რთულია ზუსტად გაიგო რა მოხდა იქ. მაგრამ არგენტინის სასამართლო ხელისუფლების მიხედვით ეს იყო მკვლელობა. და ეს საკმაოდ ნათელი იყო. არგენტინა ახლა პოლიტიკურად სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენ ვიცით პრეზიდენტ ხავიერ მილეის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც იუდოფილი. ცდილობს შეცვალოს ურთიერთობა, ჩამოვიდა ისრაელში, ასევე გაიგო, რომ მისი ბაბუა შესაძლოა ებრაელი რაბინი იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ ოდესმე იქნება სამართლიანობა, როგორც ამიას მსხვერპლთათვის, ასევე ნისმანისთვის? მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ შემთხვევაში, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. ფიქრობ, დიდი პროგრესი არის მიღწეული. ჯერა რომ არგენტინის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან დაახლოება ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქმის წინ წასაწევად. და ამის მიზეზი ისაა, რომ არგენტინა ზუსტად საპირისპირო მხარეს იყო მიერთებული ირანთან, ბუენოს აირესში აფეთქების ორგანიზატორებთან. მათ ალიანსი გააფორმეს მათთან. პრეზიდენტი ფერნანდეს დე კირჩნერი მან გაგზავნა ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანთან, რაც სრულიად შოკის მომგვრელი იყო. და ალბერტო ნისმანმა სწორედ ეს გამოიყენა მტკიცებულებად, რათა გაემჟღავნებინა ის დაფარვა, რასაც ფერნანდეს დე კირჩნერის ადმინისტრაცია ირანელების სასარგებლოდ ირანისგან სარგებლის სანაცვლოდ აკეთებდა. ამიტომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ
პირად დონეზე ცუდი გამოცდილება მაქვს აგრეთვე არგენტინის სისტემასთან. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება შესაძლოა მომდევნო თვეებში, არა აუცილებლად არგენტინის მხრიდან, არამედ უცხოური სააგენტოების ან არგენტინასთან დაკავშირებული უცხოური ელემენტების მიერ.